დემოკრატიის მონოპოლი ისიც, რომ პარტიათა ხედვები კვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შეიძლება კატეგორიულად არ ეთანხმებოდეთ ერთმანეთის ხედვას, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა წავიყვანოთ ქვეყანა. მაგრამ სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ვხდებით მოწმე იმისა, რომ პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები იდეების ჭიტილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად ხშირად იყენებენ ღვარძლისა და შეუწყალებლობის ენას. ხშირად ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებენ. თითქოს ერთი ქვეყნის შვილები კი არა, ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვიყოთ. სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი პოლიტიკურ და პარტიკულარ წარმატებას ნებსით უნებლიეთ, ხშირად ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებს. არც ერთი პოლიტიკური მიზანი, არც ერთი პარტიული ამბიცია არ ღირს იმათ, რომ ამას ქვეყნის ერთიანობა, შესაბამისად პერსპექტივა ვანაცვალოთ. თუ სამშობლო გვიყვარს, თუ გვინდა რომ უკეთესი იყოს ჩვენი შვილების მომავალი, უნდა გვესმოდეს რომ ის რაც ჩვენ განგვასხვავებს ძალიან მცირეა იმასთან შედარებით რაც ჩვენ გვაერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს მეფე ბაგრატის იდეა. ჩვენ გვაერთიანებს ის რისთვისაც იბრძოდა დავით აღმაშენებელი. ის რასაც შეეწირა ილია ჭავჭავაძე. ეს არის ერთიანი და წელში გამართული საქართველო. ეს არის კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული ეკონომიკური ხედვა, მაგრამ არ შეიძლება არ გვაერთიანებს მიზანი აღარასდროს დაუბრუნოთ ჩვენი ქვეყანა კორუფციის ჭაობში. ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იყოს უსაფრთხოების პოლიტიკა, მაგრამ შეუძლებელი არ გვაერთიანებს საერთო ნება აღარასდროს დაუთმოთ ჩვენი ქვეყანა კანონიერ ქურდებს და ორგანიზებულ დამნაშავეებს. ჩვენ შეიძლება სხვადასხვანაირად ხედავდეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ